ჩემი გამომწერები მუდმივად მეკითხებიან Radiant-ზე, რომ ჩავწერო ვიდეო და გადავწყვიტე, რომ ყველა კითხვას გავცე პასუხი, რაც Radiant-ის შესახებ დაგროვდა. პირველი და ყველაზე ხშირი კითხვა არის, რა არის Radiant-ი? Radiant-ი არის საკვები დანამატი, რომელიც ეხმარება წონის კლებას. Radiant-ს სამი ძირითადი მოქმედება აქვს. ერთი არის, რომ ეხმარება მეტაბოლიზმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ცხიმი, ცხიმოვანი ქსოვილი, ეს ცხიმი უნდა დაიშალოს პირველ რიგში ამ უჯრედებში და შემდეგ უნდა გადმოვიდეს სისხლში. და სისხლიდან უნდა განაწილდეს სხვა უჯრედებში და დაიწვას. აი ეს არის მთელი აზრი, როგორც ჩვენ ცხიმს წვავთ. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ცხიმის დაწვა. ანუ ეხმარება რეალურად ცხიმის დაწვას. Რა თქმა უნდა, ეს არის სამედიცინო ტერმინი, ცხიმის დაწვა, რომ გავამარტივოთ ამისთვის ვამბობთ ამას, თორე ისე არის მეტაბოლიზმის მხარდაჭერა. მეორე რასაც აკეთებს, ეს არის ნახშირწყლების ათვისების შემცირება, რთული ნახშირწყლების კონკრეტულად სახამებელზე საუბარი. Აი მაგალითად პური მაკარონი და ნებისმიერი პურეული, ეს არის სახამებელი და სახამებელი არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ის ადვილად შეიძლება შაქრებად და შემდეგ გარდაიქმნება ცხიმებად და Radiant-ი ამილაზას ბლოკავს, ამილაზა არის ფერმენტი, ამილაზა მონაწილეობს სახამებლის დაშლაში მარტივ შაქრებად და აი ეს პროცესი იბლოკება. არასრულად რა თქმა უნდა, დაახლოებით 60%. და მესამე არის მადის კონტროლს ეხმარება. ანუ ჯამურად მასში შემავალი კომპონენტები ეხმარება რომ ადამიანს ნაყროვანება დაუდგეს უფრო ადვილად და ნაკლებად მოშივდეს. ეხლა რა შეიცავს Radiant-ი? ეს არის შემდეგი კითხვა. Radiant შეიცავს 4 კომპონენტს, აქედან 3 მთავარია და 1 დამხმარე, ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ დიდი როლი აქვს თავისი მაინც. ეს 3 კომპონენტი არის თეთრი ლობიოს ექსტრაქტი, მწვანე ჩაი და კოფეინი. და მე-4 არის პიპერინი. თეთრი ლობიოს ექსტრაქტი ამილაზას ინჰიბიტორია, როგორც გითხარით, მწვანე ჩაი და კოფეინი ეხმარება მეტაბოლიზმს, ანუ ესენი ნორადრენალინის ხელმისაწვდომობას ზრდიან ცხიმოვან უჯრედებში და ეს სიგნალია იმისთვის, რომ ცხიმი დაიშალოს. კოფეინი ასტიმულირებს ამ მეტაბოლიზმს და ამაში ეხმარება, ანუ ამ შემთხვევაში მწვანე ჩაის და კოფეინს აქვთ ერთობლივად უფრო ძლიერი მოქმედება, ვიდრე ცალ-ცალკე. ასეთ მოქმედებას ქვია სინერგია, ანუ როცა ორი კომპონენტი ერთად უკეთესად მოქმედებს ვიდრე ცალ-ცალკე და მწვანე ჩაის და კოფეინს აქვს სინერგიული მოქმედება ერთად. და ეხმარებიან მეტაბოლიზმს, ეს არის აზრი. და მე-4 კომპონენტი პიპერინი აძლიერებს ამ კომპონენტების ათვისებას. ეს არის მისი დამხმარე საშუალება. და ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ რამდენად ეფექტურია Radiant-ი და ამაზე გეტყვით. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ აი მაგალითად top 10, top 20 საუკეთესო დანამატი წონის კლებისთვის რომ მოძებნოთ, ყოველთვის იქ ტოპებში არის მწვანე ჩაი, კოფეინი, თეთრი ლობიოს ექსტრაქტი, ანუ top 10 რომ მოძებნოთ, 10-დან 3 როგორც წესი ეს იქნება. თან უმეტესად პირველ 5-ეულში ან პირველ 7-ეულშია. ანუ ამდენად საუკეთესო კომპონენტებს შეიცავს. რაც არის საკვები დანამატები, რაც არსებობს რეალურად წონის კლებისთვის, იმათ შორის საუკეთესოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჯადოსნურია. ეს არ ნიშნავს, რომ სასწაულია, მაგრამ რაც ხელთ გვაქვს, რაც კაცობრიობას გააჩნია, იმათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. იმათ შორის საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. არ საუბრობ მე რა თქმა უნდა საწამლავებზე. არის რაღაცები იყიდება, იმდენად ტოქსიურია და პირდაპირ საწამლავად აღიარებული ტოქსინებად, რომ შეჭამ, ხო, შეიძლება გული გაუჩეროს ადამიანს, დალევან რას მიიღებს, გული გაუჩეროს ადამიანს. ხო, ეს არც უნდა განვიხილოთ საერთოდ, მაგათ არც უნდა შევადაროთ საერთოდ, ან Radiant-ი და მასში შემავალი კომპონენტები არის უსაფრთხო და უსაფრთხოება იყო აქ მთავარი, რაც უნდა იყოს უსაფრთხო და თან ეფექტური. რითიც ვარჩევდით, ხო? და უსაფრთხო და ეფექტურებს შორის ტოპებში ნამდვილად ეს 3 კომპონენტი არის მწვანე ჩაის ექსტრაქტი პლუს კოფეინი პლუს თეთრი ლობიოს ექსტრაქტი. ანუ ამიტომ არის რომ Radiant-ი თავისი ფორმულით საკვებ დანამატებში კიდე ერთხელ ვამბობ, დამხმარე საშუალებაა ეს, მიიჩნევა ერთ-ერთ თუ არა საუკეთესოდ ან ერთ-ერთ საუკეთესოდ. Radiant-ი არის ბუნებრივ კომპონენტებზე შექმნილი. Radiant-ის შემადგენლობაში რაც არის აი ეს თეთრი ლობიოს ექსტრაქტი, მწვანე ჩაი, კოფეინი და პიპერინი, ამას კაცობრიობა ისედაც იყენებს 1000-წლებია, ანუ ეს არ არის ახალი, რომ თქვათ რაღაცა ჯერ არ ვიცით ადამიანის ორგანიზმს რას უშვება, არა, ძალიან კარგად ვიცით, ძალიან დიდი ხანი ამას კაცობრიობა იყენებს და ამ დოზებში მით უმეტეს მიიჩნევა უსაფრთხოდ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა აქ არის ხოლმე, რომ აი რამდენს დავიკლებ. ხო, ამაზე გულწრფელი პასუხი არის ის, რომ დაიკლებ იმდენს, რამდენადაც შენ დაეხმარები, იმიტომ რომ Radiant-ი არის დამხმარე საშუალება
რა თქმა უნდა, რედიენტი არ წარმოადგენს ჩამნაცვლებელს ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის. ჯანსაღი კვება აუცილებელია, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია და რედიენტი გეხმარება. აქ იციან ხოლმე ადამიანებმა, რომ აბა რა თმინდა რედიენტი თუ კი ისედაც ჯანსაღად ვიკვებე, ისედაც ფიზიკურად ვიაქტიურე, ამაზე პასუხი არის ის, რომ კი ყველა მიცის, რომ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა არის აუცილებელი და ეხმარება წონის კლებას, მაგრამ რატო არიან მაშინ ჭარბწონიანები? ხო, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია, ხშირად ეს ადამიანს არ შეუძლია. მით უმეტეს, როცა ადამიანი ერთვება ამ წონის კლება, მერე მომატების ციკლში, ხო, ბიოლოგიაც ეწინააღმდეგება, მეტაბოლიზმი ნელდება, უფრო მეტად შივდება ადამიანს. აი ამ ბიოლოგიური კომპონენტების მოწესრიგებაში ეხმარება რედიენტი. ანუ რედიენტი იმას ეხმარება ადამიანს, რომ ეს ჯანსაღი კვება დაიცვას. ეს არის მისი ძალა. თორე სასწაულს ვერც რედიენტი და ვერც სხვა წონის კლების პრეპარატი ვერ გააკეთებს და თუ ვინმე გეტყვით, ეს ტყუილია. თქვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. ძალიან ბევრი არის, იცით, გინახავთ კიდევაც, ეს ვერ მეპარება, ვინც ბარიატრია გაიკეთა და ნელ-ნელა მოუმატა და დღეს ისევ იგივე წონას დაუბრუნდნენ, რაც დაიწყეს, ან მნიშვნელოვნად მოიმატეს მაინც. ბარიატრიაც კი, ანუ კუჭის ფიზიკურად კუჭის ნაწილს საიდანაც აცლიან. შესაბამისად, იმის თქმა, რომ იცი რა, მე რა თმინდა მაშინ პრეპარატი, თუ კი მე ისედაც დავიკლებ, თუ კი დაიკლებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ აკეთებენ ადამიანები, ეს არის პრობლემა. თორე კი შესაძლებელია. და კი არის ადამიანები, რომელსაც არანაირი პრეპარატი არ ჭირდება და ცხოვრებაში სულ გამხდარები არიან, არც იმატებენ არასდროს. იმიტომ რომ ცოტას ჭამენ. რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანებიც არიან, მაგრამ რედიენტი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება დახმარება. რაც შეეხება ახლა რამდენს დავიკლებ ამ კონკრეტულ კითხვას, გაჩნია რამდენია საწყისი წონა, რამდენია სამიზნე წონა, როგორი ადამიანის მეტაბოლიზმი, როგორი არის ინდივიდუალური ფაქტორები, გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რამდენს მოძრაობს ადამიანი, როგორი აქვს ეს ამ მომენტში წონა და ამ მომენტში ორგანიზმი რამდენს ხარჯავს კალორიებს ყოველ დღე და გაჩნია როგორ იკვებება. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორიდან დამოკიდებული. საშუალოდ 3-5 კილო, ზოგჯერ მეტიც გაჩნია იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი აქვს დასაკლები, შეიძლება თვეში დაიკლოს 10 კილოც. ესეც შესაძლებელია. და იმ ადამიანებს, რომელსაც ცოტა აქვს ძალიან დასაკლები, ხა 1-2 კილო რო აქვს დასაკლები, იმას შეიძლება დაიკლოს 1 კილო ან 2 კილო. ასე რომ ეს ვარიაცია სულ არსებობს. გაჩნია ადამიანს რამდენი აქვს დასაკლები, როგორ იკვებება და როგორ შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ, რედიენტი არ არის ჯადოსნობა და ეს არ არის ის, რომ ჩაანაცვლოს ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. ანუ ილუზია და მოლოდინი ამის არავის არ უნდა კონდეს. და კიდე არის ხოლმე კითხვა, რომ აი კონკრეტულად რას აკეთებს, ანუ ცხიმის მწველს ეძახიან თუ რას ეძახიან, რამდენი მოქმედება აქვს, ანუ სამმაგი მოქმედება აქვს და ეს სამივე არის მნიშვნელოვანი. ერთი არის კი, რომ ანუ ეხმარება ამ ცხიმის უჯრედებს, რომ დაიშალოს და შემდეგ მათი ოქსიდაცია მოხდეს, ანუ ჩვენ რასაც ცხიმის წვას ვეძახით. მეორე არის, რომ მადის დარეგულირებას ეხმარება, რომ ადამიანს შედარებით ნაკლებად მოშივდეს. ამას აკეთებს რამდენიმე გზით. ერთი არის, რომ კოფეინს ახასიათებს ეს, მეორე არის, რომ თეთრი ლობიოს ექსტრაქტს, განსაკუთრებით რაც დაბლოკავს ამ ამილაზას, მას შემდეგ ეს სახამებელი მოხდება ნაწლავებში და სახამებლის გადამუშავებას იწყებს სასარგებლო ბაქტერიული ფლორა და ისინი ასტიმულირებენ შემდეგ ნაწლავებს და ნაწლავები გამოყოფენ იმ ჰორმონებს, რომელიც ნაყროვანებას იწვევს. ანუ არა მარტო მომენტალურად იწვევს ნაყროვანების განცდას, არამედ გრძელვადიან საათების განმავლობაში. აი ეს არის მისი ძალა. და მესამე მისი მოქმედება არის, რომ ნახშირწყლების შეწოვას უშლის ხელს. აქ საუბარია სახამებელზე. სახამებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახშირწყალია, რომელიც შედის პურეულობაში. საუკეთესო მიღების რეჟიმი რედიენტის როგორია? დღეში ორჯერ, ერთი დილით სასურველია, მეორე დღის მეორე ნახევარში. ოღონდ არა 4-ის მერე, ვინაიდან კოფეინი შეიცავს, ადამიანები, ვინც მაგალითად კოფეინის მიმართ მგრძნობიარები არიან, შეიძლება არ დაეძინოს და ამიტომ 4-მდე სასურველია, რომ მეორე კაფსულა მიიღოს ადამიანმა 4-მდე. 10-15 წუთით ადრე, ზოგჯერ 20 წუთით ადრე კვებამდე გაჩნია ადამიანს ერთ სრულ ჭიქა წყალთან ერთად. 15 წუთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის იდეალური კვებამდე 15 წუთით ადრე, ანუ ერთი დილით, ერთი შუადღისას. რედიენტის მიღებებს შორის სხვაობა უნდა იყოს 4 საათი, ანუ ერთ დილით
მიიღებ მეორე დაახლოებით 4-5 საათის მერე უნდა მიიღო. თუ რამე სხვა წამლებს იღებენ ადამიანები, რედიენტისგან მოშორებით უნდა მიიღო. ზოგადად სასურველია ხოლმე რომ პრეპარატები ერთმანეთისგან მოშორებით მიიღო, თუ არის პრეპარატები, რომელიც შეგიძლია რომ ერთად მიიღო რამდენიც გინდა, ამ პრეპარატებს ან უწერია ან ექიმის დანიშნულებით იღებენ ადამიანები, მაგრამ თუ კი არ იცი, ხო, ზოგადად არის ხოლმე რომ 1-2 საათი უნდა დაიცვა ყველაფერთან შუალედი. მაგალითად, აი ლევოთიროქსინის ვინც ვსვავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, ადამიანებმა იციან რომ მაგას რომ დალევ 1-2 საათი არაფერი არ უნდა ჭამო, არც უნდა დალიო, ნუ რას კალორიები წყლის დალევა შეგიძლია. ამიტომ რედიენტის შემთხვევაში პრინციპი ესაა რომ თუ სხვა პრეპარატებს იღებთ, დაიცავით აი ეს ინტერვალი მოშორება. შეიძლება თუ არა რედიენტის მიღება უსმოზე, კი, როგორ არა, ნუ არის ადამიანები, ვისაც ძალიან მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის სისტემა აქვს და ეხლა ის ადამიანები თუ ვერ იღებს ესე ადამიანი იმდენად მგრძნობიარე სისტემა, მაშინ შესაძლებელია საკუთარ ერთად, მაგრამ პირიქით, ანუ სასურველიც არის რომ კვებამდე 15 წუთით ადრე, ანუ იმ დროს კუჭიც არიელია. უსაფრთხო არის თუ არა რედიენტი, კი, აი ზუსტად ეს არის რომ მასში შემავალი კომპონენტები ზოგადად ამ დოზებში მით უმეტეს მიიჩნევა უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ხა ინდივიდუალური მგრძნობელობა ნებისმიერ პრეპარატზე, ან ნებისმიერ საკვებზე შეიძლება კონდეს ადამიანს, ანუ ეს ბუნებრივია, მაგრამ მასში შემავალი კომპონენტები სხვა მრავალი ორგანიზაციის მიერ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაც აღიარებულია უსაფრთხო მით უმეტეს ამ დოზებში. შესაბამისად, ანუ უსაფრთხოება ზუსტად რედიენტის შექმნის დროს იყო ის, რასაც ვფიქრობდით, ეს ორი რამე, რომ ერთი იყო, რომ ყოფილიყო უსაფრთხო, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს უსაფრთხო და მეორე იყო, რომ ყოფილიყო ეფექტური. იმიტომ რომ მარტო უსაფრთხოება არ გვჭირდება, თუ ეფექტურობაც არ აქვს. და ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის მთავარი, რომ უსაფრთხოა, აი ეს კომპონენტები ზუსტად კაცობრიობა მართლა 1000 წლეულებია იყენებს, კარგად შესწავლილია, მეტაანალიზები არის ჩატარებული, უსაფრთხოებადეს მათ შორის და მით უმეტეს ეს დოზები მიიჩნევა სრულად უსაფრთხოდ. ხო, არა საუბარი, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს რაღაცა კონკრეტული მძიმე დაავადებები აქვს, ნუ ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განიხილოს ეს შემთხვევები და ექიმთან უნდა განიხილოს, თუ რაღაცა მძიმე დაავადება გაქვს, ხო, მაშინ ნებისმიერი ზედმეტი რაღაცის მიღება, ზედმეტი საკვების მიღებაც კი არ არის რეკომენდირებული მაგ დროს, უნდა შეათანხმო შენ ექიმთან, თუ რაღაცა მძიმე დაავადება გაქვს კონკრეტული, მაგრამ ზოგადად პოპულაციაში მიიჩნევა ესენი უსაფრთხოდ, მით უმეტეს ამ დოზებში ბევრად უფრო დაბალი დოზებია რედიენტში, ვიდრე უსაფრთხო დოზის ლიმიტებია ამ კონკრეტული ნივთიერებების, რასაც რედიენტი შეიცავს. და ხშირია ხოლმე კითხვები, რომ რა არის უკუჩვენებები. რედიენტის უკუჩვენები არის, რომ არ შეიძლება 18 წლამდე ასაკში, ორსულებში, მეძუძურებისთვის, ხო. ეხლა ეს შეზღუდვები აქვს, იმიტომ რომ ზოგადად ამ სეგმენტში არ არის რეკომენდირებული წონის კლება ან არ ტარდება კლებები. ეხლა ორსულობაში როცა ნაყოფის განვითარება ყველაზე მთავარი, იქ წონის კლება და წონის კლების დამხმარე პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდირებული და არ არის რეკომენდირებული რომ ამ საკითხზე კვლევები ჩატარდეს. ამიტომ არის რომ უკუჩვენებებში წერია. არა იმიტომ რომ თქვათ ან ნაყოფს ან დედას საფრთხეს უქმნის, არამედ იმიტომ რომ თვითონ პრინციპი არ არის რეკომენდირებული. კუჭზე არის ხოლმე კიდე კითხვები, რომ აი კუჭს ხო არ გამოიხიზიანებს და რაღაცას. ზოგადად მიიჩნევა რომ არ აღიზიანებს, თუმცა ვისაც მგრძნობიარე საჭმელობელი სისტემა აქვს, შეიძლება ისეთმა საკვებმა გაუღიზიანოს კუჭი, რასაც ვერ წარმოვიდგინოთ. მაგალითად პომიდორმა და ანუ იმის ხელაღებით თქმა რომ ანუ საერთოდ არავის არადროს კუჭს არ გაუღიზიანებს, წარმოუდგენელია. შეიძლება მგრძნობიარე საჭმელობელი სისტემა ვისაც აქვს და მაგ დროს ნუ ერთ-ერთი დამხმარე ის არის რომ ბევრი წყალი დააყოლო, მეორე არის რომ საკუთთან ერთად მიიღო და თუ ახლა კუჭის რამე სერიოზული პრობლემა აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ჯერ იმას უნდა უმკურნალოს და მერე დამხმარე საშუალებები. ეს რა თქმა უნდა. ხო არ იწვევს შებერილობას, ეგეთი კითხვაა ხოლმე კიდე. შებერილობას მნიშვნელოვნად არ იწვევს, მაგრამ თავიდან გარდამავალ პერიოდში რამდენიმე დღე ოდნავ შესაძლებელია და ეს პირიქით იმის ნიშანია რომ კარგად მუშაობს ვიდრე ნეგატიურის, იმიტომ რომ თეთრი ლობიოს ექსტრაქტი როცა ბლოკავს ამილაზას და თუ კი სახამებელი ვერ შეიწოვება, ეს სახამებელი გადის ნაწლავში და სასარგებლო ბაქტერიული ფლორა იწყებს მისი მონელებას და ეს ხომ ახალია ამ ბაქტერიული ფლორისთვის და ცოტა გაზების დაგროვება თავიდან პირველ რამდენიმე დღე შეიძლება გამოიწვიოს ოდნავ შებერილობა. მაგრამ ეს გაივლის. ანუ ეს გაივლის როგორც წესი მალე რამდენიმე დღეში და როგორც წესი ეს არა პრობლემა, პირიქით ნიშნავს იმას, რომ ეს სახამებელი მოხმარდა სასარგებლო ბაქტერიულ ფლორას და ეს ცუდი ამბავი ჯამში არ არის. ხო არ იწვევს დამოკიდებულებას? არა, მასში შემავალი არც ერთი კომპონენტი დამოკიდებულებას მედიცინური კუთხით არ იწვევს.
დაბრუნდება თუ არა წონა, რომ დავიკლებ, თუ ადამიანი ჩვევებს არ შეიცვლის, არ დაბრუნდება, ან თუ კი თქვენ შეეჩვევით ჯანსაღად კვებას და დაბალანსებულად კვებას ამასობაში და ეს გაგიადვილდებათ რედიენტთან ერთად და ფიზიკურ აქტივობას და ამას გააგრძელებთ წონის კლების მერე არ მოიმატებთ. თუ ჩვეულება შეიცვლის ადამიანი და დაიწყებს ბევრი სჭამას ნებისმიერი წონის კლების პრეპარატის მიღების მერე, ეგრევე იმატებენ მე როგორც კი პირიქით. ანუ ორგანიზმის იმხელა სტრესია ხოლმე სწრაფი და დიდი და ჩქარი კლება, რომ მერე ძალიან ადვილად იმატებენ ხოლმე ადამიანები ისევ უკან წონას. ამიტომ რედიენტის შემთხვევაში რედიენტი დაგეხმარებათ, რომ ეს ჩვევებით ჩამოიყალიბოთ, რომ ბევრი არ მიიღოთ, მერე ჯანსაღად იკვებოთ, მადაც დარეგულირდეთ და ეს საჭმელნელი სისტემის კუთხითაც მხარდაჭერა. ამ კუთხით ეხმარება ორგანიზმს, რომ გრძელვადიანად ასე გააგრძელოს ადამიანმა. ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ადამიანი დაიწყებს ბევრი სჭამას, ნებისმიერი წონის კლების პრეპარატის მერე მეტიც ბარიატრიის მერეც იმატებენ ადამიანები. რამდენი ხანი არის რეკომენდირებული რედიენტის მიღება? რა თქმა უნდა, გააჩნია ადამიანს რამდენი აქვს დასაკლები, გააჩნია ბევრ რამეს გააჩნია ამ დროს, მაგრამ რეკომენდირებული დოზა არის ხანგრძლივობა, არის დაახლოებით 8-12 კვირა, ანუ 2-3 თვე. 2-3 თვე. თუ ბევრი აქვს ადამიანს დასაკლები, მერე შესაძლებელია შესვენება, 1 თვე მაგალითად, მერე ისევ 3 თვე გაგრძელება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე ჩაის და კოფეინის კომბინაციისთვის, რადგან ანუ შემდეგ 1 თვე რო დაისვენ მათ მიმართ მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება და შემდეგ ისევ ახლიდან რომ დაიწყებ კიდე უკეთესი შედეგი აქვს. ანუ აი ეს ციკლურობა მნიშვნელოვანია, ანუ 3 თვე, 1 თვე შესვენება, მერე 3 თვე ისევ მიღება. თუ ჭირდება ადამიანს, რა თქმა უნდა. თუ არ ჭირდება 1 თვე ან 2 თვე ან 3 თვე იქნება გამომდინარე რამდენი აქვს დასაკლები და რამდენი ხანი სურს. ვისთან მუშაობს რედიენტი ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა იმ ადამიანებთან, ვინც კვებით ხელს უწყობს, ეს ყველაზე მთავარია. ასევე ადამიანები, რომლებიც შედარებით ვერ ეჩვევიან პურეულს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თუ ძალიან ბევრ შეჭამას ადამიანი ვერაფერი ვერ უშველის იმას. ანუ ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ ანუ რედიენტი რამდენი პროცენტ რომ დაგეხმაროს, ვთქვათ 50%-ით, ხო? ანუ შენ თუ 200% შეჭამ, ის 50% რომ ჩამოაკლო, მაინც ბევრი გამოდის. ამიტომ ნებისმიერ წონის კლების პრეპარატზე კვლევებიც ტარდება კვებითი ხელშეწყობის პირობებში. და აქვეა კიდე რა, რომ აი ადამიანს რო ქონდეს ფილტვების ანთება. რო თქვას, რომ ეხლა მე ანტიბიოტიკს ვსვავ, ხო, აი უძლიერს ანტიბიოტიკებს ვსვავ და გავალ, მოდი სიცივეში, ყინვაში ვიქნები, რა პრობლემაა, ხო? ანუ ხელს არ შეუწყობ, არ დავწვევი, არ ციტყვებს არ დავლევ, რაღაც ხელს არ შეუწყობ, მე ხო ანტიბიოტიკებს ვსვავ. გავა ის ადამიანი იმ სიცივეებში და იმაში და შეიძლება საერთოდ ფატალურად დასრულდეს ყველაფერი. ამდენად დიდი პრობლემაა ეს, ანუ ხელშეწყობა უძლიერეს პრეპარატებსაც ჭირდება და მით უმეტეს როცა წონაზეა საუბარი და როცა წონის კლების პრეპარატებზეა საუბარი, რა თქმა უნდა ხელშეწყობა ჭირდება და ამას ვერ გავექცევით და აქ არ უნდა იყოს ის ორაზროვნება არ უნდა იყოს, რომ ესა აბა პრეპარატის ესა ხელშეწყობის გარეშე, ხელშეწყობის გარეშე ვერ დაგაკლებინეს ვერც ერთი პრეპარატი, ტყუილია, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. კუჭის ოპერაციაზეც იმიტომ იკლებ, რომ ცოტა სჭამ. ფიზიკურად არ ჩაგდეს ის ბევრი. და ვეგანებისთვის თუ შეიძლება რედიენტი, შეიძლება რა თქმა უნდა, ეგ არის პრობლემა და ყველაზე მთავარი შეცდომა რა არის რედიენტის მიღების დროს, რაც ადამიანები უშვებენ ხოლმე, ესეთი კითხვა. ყველაზე მთავარი შეცდომა არის ის, რომ ადამიანს ჰქონდეს ცრუდაცვლობის შეგრძნება. რა კი პრეპარატს ვიღებ, ჭამო რამდენიც მინდა, ანუ არასწორი მოლოდინები და შემდეგ არასწორი ქცევა, აქედან გამომდინარე. ეს არ უნდა დაგემართოთ არც ერთ შემთხვევაში. ხოლო ვისაც რედიენტის შეძენა სურს, შეგიძლიათ მოგწეროთ, მითითებული არის WhatsApp-ის ნომერი და გიპასუხებენ, ან Facebook-ის გვერდზე გადახვიდეთ და იქ მოგწეროთ, იქიდან შესაძლებელია. მითითებული არის ასევე რომელ აფთიაქებშია შესაძლებელი შეძენა და მთავარი რასაც კიდევ ვიტყოდი არის ის, რომ რაც არსებობს საკვები დანამატები წონის კლებისთვის, მათ შორის ერთ-ერთი უსაფრთხოებას პლუს ეფექტურობით. მე არ გულისხმობ ახლა საწამლავები რო იყიდება და შეიძლება რომ გული გაუჩეროს ადამიანს, იმათ არ ვადარებ. მე ვადარებ უსაფრთხოებას პლუს ეფექტურობა. მან ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. თქვენ თვითონაც რომ ნახოთ ტოპ ლისტები, სადაც საკვები დანამატები წონის კლების არის, იქ ყოველთვის არის ტოპებში კოფეინი, მწვანე ჩაი, ტეტრილობიოს ექსტრაქტი. ეს კომბინაცია ყოველთვის ლიდერობს ხოლმე. ამიტომ ანუ რაც საუკეთესო პრაქტიკაა, ის არის რედიენტი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა რედიენტზე. თუ მოგწონთ ჩვენი გვერდი, გამოწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მადლობა რომ
მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.